გამარჯობა. დღეს ვნახავთ სასარგებლო ღილაკთა კომბინაციების დამატების შესახებ ინფორმაციას Linux Mint-ისთვის. ვისაც არ გაქვთ Linux Mint ინსტალირებული, შეგიძლიათ არსებული ორი ვიდეო ნახოთ, როგორც მინიმუმ. პირველი არის Windows-თან ერთად ინსტალაცია, რაც ნიშნავს, რომ Windows-თან ერთად შეგიძლიათ თავიდან ჩართოთ როგორც Windows-ი, ისე Linux-ი თქვენი სურვილისამებრ კომპიუტერზე. და მეორე არის ასევე Linux Mint-ის ინსტალაციის შემდგომ რაღაც მარტივი პროცედურები, რაც პრინციპში პირიქით, რაც სავარაუდოდ დაგჭირდება, თან დავუშვათ ქართული ენის დამატება და ასე შემდეგ, ასევე არის აქ მეორე ვიდეოც, შეგიძლიათ ახსენოთ ამ ვიდეოებს, ასევე ვიდეოს ქვემოთ შევესწრები, რომ მივიდეთ. დღეს ვსაუბრობთ ამ შემდეგზე, დავუშვათ მინდა რომ ძალიან სწრაფად ჩავთვალოთ ხოლმე Chrome, მაგალითად ჩემთან მაქვს Windows C ღილაკი თირთვება Chrome, Windows Edge თირთვება Firefox, Windows Edge თირთვება HTTP და ასე შემდეგ, რაღაც აპლიკაციებს კიდევ ამატებ, მაგალითად Skype და ნებისმიერი სხვა, რაც მინდა რომ ჩაერთოს სწრაფად. ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ visual interface ჩვენ და გასაკვირად. და პირველი რასაც გავაკეთებთ არის ის, უბრალოდ დავაჭიროთ Windows ღილაკს და ვაკრიფოთ shortcuts. გამოვაგდებთ keyboards, შემდეგ იმ keyboards უნდა დავაკლიკოთ. მგონი ზემოთ სწრაფად ვსაუბრობ. shortcuts ანუ ამოვაგდებთ აი ამ keyboards, დავაკლიკებთ keyboards და გაგიხსნის აი ამ პანჯარას, აქ უნდა გამოვიდეთ shortcuts-ში. და ანუ აქ შეგვიძლია სხვა ტიპის shortcut-ებიც შევცვალოთ, მაგალითად ტერმინალის სტანდარტულად გახსნის shortcut მე მაქვს აქ სადღაც არჩეული, რომელიც არ მახსოვს. General დავუშვათ. Workspaces, launcher სავარაუდოდ აქ არის, მაგალითად ტერმინალის ჩართვა მაქვს ამ შემთხვევაში super T-ით. ანუ ეს super T ამ შემთხვევაში ნიშნავს Windows ღილაკს და ეს ზოგადად Ctrl-Alt-T-ით სტანდარტულად ირთვება ტერმინალი, მაგრამ გადავიტანე Windows T-ზე. რაც გამოწვეულია იმით, რომ Pop OS-ი არის ასეთი Linux-ის საკმაოდ პოპულარული სისტემა და იქ ვნახე და მომეწონა ძალიან. ამ შემთხვევაში აქ custom shortcut-ის დასამატებლად დავუშვათ გვინდა რომ რაღაც ღილაკზე დაჭერით ჩაირთოს რაღაც კონკრეტული აპლიკაცია. ამისათვის ანუ შეგვიძლია დავამატოთ ასე add custom shortcut ვაწვევით. შემდეგ ვიჭერთ სახელს, აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ამ ჩამონათვალში რაღაც რომ გამოჩნდეს, დავუშვათ ამ შემთხვევაში დავარქვათ მაგალითად ABC და command-ში ვუთითებთ რაღაც command-ს ტერმინალში და ეს command-ი გაიშვება ტერმინალში. ანუ ამასაც ვნახავთ ახლა უბრალოდ ამ შემთხვევაში ასე დავამატებ. აქ name-დან აი ამ ღილაკზე დაჭერით უბრალოდ ფაილი შეგიძლიათ აირჩიოთ და იმ ფაილს გავუშვებთ ხოლმე სტანდარტულად ამ ღილაკზე დაჭერით, თუმცა ეს ამგვარად კიდევ სასარგებლო იყოს, ამ შემთხვევაში დავუშვებით add-ს და შემდეგ ვაწვევით უკვე ქვემოთ, ანუ ამ ABC-ს როცა გავააქტივებთ თუ რასაც დავარქმევთ. რეალურ მაგალითად ვნახავთ როგორც უკვე გითხარით, ანუ აქ ჩამონათვალიდან შეგვიძლია რამდენიმე ღილაკთა კომბინაციით ჩავთოთ ეს ერთი და იგივე პროგრამა. და ამ შემთხვევაში ორჯერ დავაკლიკებ აი ამ unassigned-ზე და რაღაც ღილაკებს დავაწვევ დავუშვათ. Ctrl-Alt-Shift caps lock-ი არ ვიცი იმუშავებს თუ არა, მაგრამ სენჯავ Ctrl-Alt-Shift caps lock-ი. კი ბატონო, execution of command failed. საინტერესო კომბინაცია ვირჩია Shift Ctrl-Alt caps lock-ი, ანუ ამ კომბინაციებზე დაჭერით ჩემ კომპიუტერში ტერმინალში უნდა გაიშვათ ბრძანება, რომელიც არის ამაზე ორჯერ დაკლიკებაც მუშაობს. აი ეს კომანდა, რომელიც რეალურად არაფერს არ აკეთებს ტერმინალში. ანუ ამიტომ მივიდა ერორი. ამ შემთხვევაში ამის წაჯლა არის ასევე მარტივი, უბრალოდ მოვნიშნავ აი ABC-ს remove custom shortcut მორჩა. ანუ ახლა დავუშვათ მაქვს ასევე ბრაუზერი Brave, რომელიც მინდა რომ გავუშვა Windows B ღილაკით. ამჟამად Windows B არაფერს არ აკეთებს, იმისათვის რომ ვნახო ტერმინალში რა ბრძანება მჭირდება რომ Brave ჩაირთოს. ამისათვის Brave-ს როცა მოვნახავ აქ სტარტში, დავუწევი მარჯვენა ღილაკით და ავირჩევ Add to Desktop. შემდეგ აი აქ მარჯვენა ღილაკით ავირჩევ Properties. და ვნახავ რა ბრძანება იშვება, მაშინ როცა მე ვთავ Brave-ს, ანუ სტანდარტულად აპლიკაციების მოსაძებნი აი ამ მენიუდან. ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს ლინკი და შემდეგ %u არ გჭირდება, ეს არის უბრალოდ რაღაც flag-ი და თუ არგუმენტი. ამ შემთხვევაში user bin მთლიანად შეგვიძლია დავაკოპიროთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, როგორც წესი ესეც მუშაობს ხოლმე, ანუ ბოლო ნაწილი მარტო რაც არის იქ სლეშის შემდეგ. დავაწვევი ისევ ტერმინალს ჩავთავ. და თუ აი ამ ბრძანებას გავუშვებ, უნდა დავწუნდე რომ ნამდვილად რაც მინდა რომ გაიშვას, გაიშვება. ამ შემთხვევაში ბრაუზერი ნამდვილად ჩაირთო, შესაბამისად შემიძლია რომ ეს ბრძანება გამოვიყენო. ამის შემდეგ უკვე გადმოვდივარ add custom shortcut-ში, writer names დავუშვათ, დავარქვით Brave. start Brave. და command-ში მივუთითებ აი ამ ბრძანებას, რომელიც ამჟამად დავაკოპირე, დავაწვევი add-ს და შემდეგ unassigned-ზე გადმოვალ და დავაკლიკებ ორჯერ და შემდეგ დავაწვევი Windows B-ს. რის შემდეგაც Windows B-ზე დაჭერით, ჩემ კომპიუტერზე უნდა ჩაირთოს Brave იმდენჯერ რამდენჯერაც დავაწვევი. რაც ნამდვილად ვხედავთ რომ მუშაობს. და Windows Q არ მუშაობს, კარგი, Ctrl Q
მუშაობს კაი. Ctrl W T შემიძლია უცებ დავხურო ეს ბრძანებები. ანუ ეს შემიძლია გავტიშო და კიდე ერთი ხო ანუ თუ პროგრამა იცით როგორ ირთვა მაგალითად ტერმინალში პირდაპირ HTOP-ით ირთვება ჩემთან დავუშვათ თქვენთანაც სავარაუდოდ თუ ინსტალირებული გაქვთ HTOP-ი, ანუ არ გჭირდებათ ასე დავუშვათ აპლიკაციებში მოზრუნოთ HTOP-ი და მე ნახოთ სად არის. ანუ უბრალოდ ტერმინალში რასაც გკრებთ ის ბრძანება გჭირდებათ რომ მიუთითოთ იქ. რაც მე წეღა მიუთითე დავუშვათ აი ასე browser Brave browser stay with. აი ეს ცოტა უფრო რთულ შემთხვევებში ამის წავშლი აღარ მჭირდება. და ბრაუზერი ჩვეულებრივად ირთვება. შემდეგ მეორე საკითხი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, არის კიდევ ერთი პატარა საკითხი, რომელიც ვიღაცას შეიძლება დაინტერესოს. რომელმაც, ანუ მაგალითად, Nemo-ში, file editor-ში, რომელიც Linux-ის მოყვება სტანდარტულად, დავუშვათ გვინდა რომ სტანდარტულად დავინახოთ აი ესეთი ტერმინალის გახსნა, რადგან custom shortcut-ში ჯერჯერობით ვერ ვნახე მეთოდი, რომ ეს მეთოდი მარტივად ეს რასაც ახლა ეს ღილაკი გააკეთებს, იგივე ფუნქციონალი მარტივად მუშაობდეს. ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ, რომ საქაღალდეებში თუ დავაკლიკებ აი ამ ხატულას, გამოჩნდება ტერმინალი, რომელიც არის გახსნილი კონკრეტულ საქაღალდეში. ну სხვა შემთხვევაში თუ ტერმინალს გავხსნი უბრალოდ root კი არა და home საქაღალდეში რაც არ მინდა რომ იყოს ყოველთვის. დავუშვათ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე, დავირჩიოთ edit თუ სწორად მახსოვს, შემდეგ preferences და აქ გამოვდივართ toolbar-ში. ამ toolbar-ში შეგვიძლია ავირჩიოთ opening terminal, რომელიც სტანდარტულად ქათიშულია და თუ დავაკლიკებ უბრალოდ გამოჩნდება ზემოთ. ეს არის ამ შეგვიძლია სხვა რაღაცების დავამატოთ, ზოგი მარცხნივ ემატება, ზოგი მარჯვნივ. ну ეს არის სულ და შემდეგ ტერმინალზე დაჭერით, ანუ იმავე საქაღალდეში მიხსნის ტერმინალს. შემდეგი საკითხი ეს არის, რომელიც ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, როგორ შემიძლია გავაკეთო shortcuts, იგივე ფუნქციონალს გამოვიყენებ. დავუშვათ მინდა დავამატო კონკრეტული shortcut-ი, რომელიც მაგალითად იგივე წენას გითხარით, თქვა ტერმინალს მიხსნის კონკრეტულ საქაღალდეში. ანუ პროგრამოსადეგი რამე რო გითხრათ, დავუშვათ VS Code-ის გახსნა მინდა კონკრეტულ საქაღალდეში, რისთვისაც ანუ ტერმინალში ვწერთ ხოლმე VS Code წერტილს. მაგრამ იმისათვის რომ VS Code-ი გამიხსნას იმავე საქაღალდეში, მე მჭირდება ასევე იმ საქაღალდეში ვიყო, რომელშიც მინდა რომ ვიყო. შესაბამისად, მარტო ეს VS Code-ი წერტილი თუ ტერმინალში გაიშვება, ჩამიტავს home-ში და მე არ მინდა რომ home-ში ჩამიტოს, მინდა კონკრეტული საქაღალდე. ანუ თუ იცით ის მეთოდი რომ რამენაირად აი ამ command-ში მიუთითო ის საქაღალდე, რომლითაც shortcut-ი ეშვება, დაწერეთ ქვემოთ და ნამდვილად იქნება ძალიან სასარგებლო ჩემთვისაც. და არ ვიცი, შემდეგ ვიდეოებში შეიძლება მაგაზე საუბარი. სკაფტენებზე. საუბრისას. ხო, ну იდეა ის არის, ეს ასევე გამოსადეგი იქნება ასევე მაგალითად ფაილის შექმნისას, დავუშვათ, მინდა რომ ახალი ფაილი შევქმნა, Ctrl-Shift-N-ია, როგორც მახსოვს ზოგგან, დავუშვათ რაღაც კომბინაციით მინდა ფაილის შექმნა, ამ შემთხვევაში ესეც არ მუშაობს. ну touch შემიძლია დავწერო, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კომბინაცია ანუ გაუშვებს ასევე home-ში, რაც არ არის ის, რაც მე მინდა. ანუ მე მინდა რომ კონკრეტულ გახსნილ საქაღალდეში გაუშვას. ეგ ბრძანება მოკლედ სასარგებლო იქნება, ასე რომ თუ ეს მეთოდი იცით, როგორ მიუთითო საქაღალდე, ანუ იქ keyboard-ებში, keyboard shortcut-ში, ტერმინალში ნამდვილად იქნება კარგი. თუ დაწერთ. ხო, ამ ვიდეოს ამით დავასრულებ. თუ კითხვები გექნებათ, დაწერთ ვიდეოს ქვემოთ. მომავალ შეხვედრამდე.